ქარუმიძის რაც მაქვს დიდი დარდი სურასთან დაკავშირებით ეს არის რომ მთელი ამ წლების განმავლობაში აღარ და ვეღარ ვნახე მისი დედა რემა რომელიც ჩვენი ყველას დედა იყო რაღაც თვითონ ყველას გვივლი და ყველას გვხუტებდა გულში რომელიც ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ნახა იმ ხალხისგან ვინც ახლა სურას სახელს იყენებს თავის მიზნებისთვის და მე მინდა ავხსნა და თუ გუყურებს გავტურება რატო არ ვნახე და იმიტომ რომ არ მქონდა შესაძლებლობა პირადად ეს მეთქვა როცა ზურაბი გარდაიცვალა რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაურ რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა ძმამ მეუღლემ და ნუ მეუღლე სწორედ რომ ჩემთან მოსულიყო მოვიდა და ნიო შეხო იყავი ადგილზე როცა ეს მოხდა სადაც მოხდა ნახე ყველაფერი როგორც იყო ყველაფერს ესწრებოდი შენ გონია რომ ვინმე რამეს მალავს ან რამე სხვანაირად არის თუ რომ არა არ მგონია თქო შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს მაგრამ არასოდეს არ დამოწევა რაც მითხრა მაგრამ ხო იციო რომ ზურას როგორც ყველა პოლიტიკოს ქონდა ბევრი ფული მე ვთხარი მე ვარ პოლიტიკოსი ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია რომ ზურაბს ქონდა ფული საიდან მოიტანა ერთ-ერთმა მითხრაო რომ ორი დღით ადრეო მიცა მას ძალიან დიდი თანხა და აი ამ თანხის ნაწილი მინდა რომ ამოვიღო მაინცო იმიტომ რომ ალბათ ვებ დაცვის თანამშრომლებაო სანამ ჩვენ მივიდოდითო ხო არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევით აი მე ვთხარი ეხლა გამოდის რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ და მე ვთხარი ჩვენ ვერ შევთანხმდებით ახლა მე გაიკვა როგორც გავარკვე იმიტომ რომ მაინტერესებდა ძალიან ეს თანხა რომ პატარკაიშვილმა როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა რომ ჟვანიას მიცა ბევრი ფული ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ რომ პატარკაიშვილი ამუშავებდა მე ჟვანიას ძმას მასთან ოფისში ისე როგორც ახალ ყველა ოლიგარქს უნდა და ამ თემის აგურება ახალმა ოლიგარქმაც იგივე გააკეთა ივანიშვილმა და როცა ესეთ ურთიერთობა იყო მეუღლესთან ძმასთან ისინი ცხოვრობდა ხო იმ სახლში მე რა თქმა უნდა ვეღარ მიდიოდი ზურას დედასთან და ჩვენი მიდიოდნენ ბევრი გია და ბარამი დადიოდა სულ ხათრა დადიოდა მე რა ვქნა მე ამას ეს ვერ გადავლახე იმიტომ რომ მართლა შეურაცხყოფილი ვიყავ ხო ლაპარაკი ამ კატეგორიებით როცა საქმე ეხება ჩემ ძალიან ახლო მეგობრად და მის მართლა შეუბხალავს სახელს ჩემს იყო სულად მიუღებელი მაგრამ როგორ წარმოგიდგენთ იქ რო რაღაცა სხვა ყოფილიყო ვიდრე იმისა რაც FBR-მა თქვა FBI ამდენი მეგობარი და ძალიან ერთგული მეგობრები ზურა მართლა იცოდა მეგობრობა და ყავდა ეს მართლა ძალიან ლოიალური დიდი ჯგუფი ყველა ამოიკერავდა პირს და იტყოდა რომ შეკრავდა პირს და იტყოდა რომ არა და სხვა ვერსიას მიეწოდა ეს როგორ წარმოუდგენია ვინმეს დღეს ვილაპარაკობს ამ სხვადასხვა ვერსიებზე ის ვის მისი მტერი იყო ცხოვრებაში პირადად ხო გაძღავდა ეძახოდა 1000 გვარ სახელებს ათრევდა მაშინ ტალახში მის სახელს იგივე ხალხი დღეს გამოდის და ეუბნება ადანაშაულებენ მის მეგობრებს რომლებიც იყვნენ მის უახლოესი ადამიანები დღე-დღე ერთად იყვნენ ამათ ადანაშაულებენ რომ ისინი რაღაცას მაღალმე ზურას და იმათ რაღაცა იციან ისეთი რაც სხვა შორის ხა რა თქმა უნდა როცა პრემიერ-მინისტრი ქვეყნის კვდება ეს საკანონმდებლო მოვლენა ახლა კი და ჩვეულებრივ ადამიანებს ძენი დასაჭერება კი იმ წელიწადს 200 თუ რაღაც ადამიანი მოიძაბათ პირში გაზეთ ესეთი მოშლილი სისტემა დახვდა მაგრამ რაც რამდენიც ამბობ ციფრები მოიყვანა ჩვეულებრივ ადამიანებს პრემიერის კაი ეხლა აი ეს რეაქცია ჩვეულებრივ ეს ბუნებრივია ყველა ქვეყანაში ესე